კლაცკინის სიმსივნე სანაღვლის სადინრების ეპითელიური უჯრედებიდან წარმოქმნილი ავთვისებიანი სიმსივნეა. ის იშვიათი დაავადებაა და ქირურგიული მკურნალობა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მკურნალობის მეთოდია. 1-2 ათეული წლის წინ მესამე და განსაკუთრებით მეოთხე ტიპის კლაცკინის სიმსივნეები ითვლებოდა ინოპერაბელურად, ანუ ოპერაციის საზღვრებს გასწინათ და ოპერაციები აღარ ტარდებოდა. ბოლო პერიოდში ცოცხალი დონორიდან ღვიძლის ტრანსპლანტაციის განვითარებამ და დონორული ჰეპატექტომიის წარმოებამ დააგროვა გამოცდილება და დაიხვეწა ქირურგიული ტექნიკა ღვიძლის დიდი რეზექციებისათვის. ჩვენი პაციენტი 45 წლის მამაკაცი იყო, რომელსაც დადასტურებული ჰქონდა მეოთხე ტიპის კლაცკინის სიმსივნე. ჩვენ ჩაუტარეთ გაფართოებული ჰემიოპატექტომია, გარეთა სანავლე გზებისა და ლიმფური ჯირკვლების დისექციასთან ერთად. ამოღებული იქნა ღვიძლის დაახლოებით 75%. ოპერაცია გაგრძელდა 10 საათი და ჩაიარა გართულებების გარეშე. 2025 წლის 30 სექტემბერს დამეწყო თვალების სიკვდილი, რის შემდეგაც მივაკითხეთ ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისს. ბატონმა დავითმა ჩამიდგა დრენაჟი, 2 თვის გასვლის შემდეგ მოვიკვლიეთ და მივაკითხეთ ბატონ ზაზას, რომელმაც ჩამიტარა ოპერაცია. უნდა აღნიშნოს, რომ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჩატარებული აღნიშნული ოპერაცია, საკმაოდ მაღალია გართულებების რისკი ოპერაციის შემდგომ ადრეულ პერიოდშივე. ამ კონკრეტულ პაციენტს ოპერაციიდან მერვე დღეს განუვითარდა კარის ვენის ანუ ღვიძლის მთავარი მკვებავის სიზარხვის მწვავე თრომბოზი. მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილებით პაციენტს ჩაუტარეთ პერკუტანულად ელენთის გავლით ელენთის ვენის კათეტერიზაცია და კარის ვენაში თრომბული მასის დაშლა თრომბოლიზისური საშუალება აქტილიზეს გამოყენებით. პროცედურამ ჩაიარა გართულების გარეშე კარის ვენაში სრულად აღდგა გამავლობა. კარის ვენის მწვავე თრომბოზის დროს აღნიშნული ჩარევა ზოგადად იშვიათია. პაციენტი მე-6 დღეს გაეწერა ბინაზე. დასრულებული შედეგების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია პაციენტების სწორად შერჩევა და რეკომენდირებულია ოპერაცია ჩატარებული იქნას ამ მიმართულებით გამოცდილების მქონე მულტიდისციპლინური ქირურგიული გუნდის მხრიდან შესაბამისი აღჭურვილობის მქონე ჰოსპიტალში. გისურვებთ ჯანმრთელობას. ოპერაციიდან გასულია 3 თვე. მადლობას ვუხდი ბატონ დავითს, ბატონ ზაზას და მთელ მეათ გუნდს. დიდი მადლობა ესეთი არაჩვეულებრივ ხალხს.